საღამოშვიდობისას ვირფოს ტელემაყურებლებო ტელეკომპანია Triality პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით კვირის სტუდია. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში უამრავი მოვლენა განვითარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ ალბათ გარკვეულ ინტერესს და თქვენს ინტერესს გამოიწვევს დღევანდელ ჩვენს გადაცემაში პოლიტიკოსის მოწვევა. ამიტომ დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შიდა ქართლის ლიდერი, ამავე დროს გორის რაიონის საკრებულოს წევრი ბატონი თამაზ მაყაშვილი. მე შეგახსენებთ, რომ თავისი პოზიცია, გარკვეული პოზიცია დააფიქსირა ამას წინათ კომუნისტების ლიდერმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და დღეს ალბათ ბატონი თამაზი გვესაუბრება ქვეყანაში და ჩვენს რაიონში მიმდინარე პოლიტიკური თუ პრობლემური მოვლენების შესახებ. მოგესალმებით ბატონო თამაზ, ტელევიზიაში მობრძანებისთვის დიდ მადლობას მოგიხდით. მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე 8-279-313-31 ან 8-22-92-13-31 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მოგვაწოდეთ თქვენთვის სასურველი კითხვა, რომელსაც ბატონი თამაზი პირდაპირ ეთერშივე გაცემს პასუხს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო თამაზ და ალბათ დავიწყოთ საუბარი იმით, რომ თქვენ ბრძანდებით გორის რაიონის საკრებულოს წევრი და ამ საკრებულოში უმრავლესობას მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები წარმოადგენენ, მაგრამ არის გარკვეული რაოდენობა ოპოზიციისა. მე მაინტერესებს, რამდენად აქტიურად არის ჩაფლული ჩვენი ოპოზიცია იმ მოვლენებში, რაც ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს ახლა და იმ საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, აქტებში, რაც აუცილებლად უნდა მიიღოს საკრებულო. მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში მოწვევისთვის. ამასთან ერთად მინდა მოგილოცოთ საიუბილეო დღეები. ჩემთვის ცნობილია, რომ ტელეკომპანია Triality 10 წლისთავი შეგისრულდათ. გულით და სულით გილოცავთ დიდი მადლობა ამ დაბადების დღეს და გისურვებთ ასევე შემოქმედებითად და ნაყოფიერად და ასევე გაბედულად წაგემართოთ თქვენი მუშაობა. რითიც ალბათ თქვენ გარკვეულ წვლილს შეიტანთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. დიდი მადლობა. რაც შეეხება ახლა დასმულ შეკითხვას, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. მოგეხსენებათ, უკვე გორის რაიონის საკრებულო თითქმის უკვე წელიწად ნახევარი არის ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირს აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, 25 მანდატებში 25 დეპუტატიდან 13 არის მოქალაქეთა კავშირის წევრი, ეს არის უმრავლესობა, მოგიხსენებათ. მაგრამ პრინციპში, როგორც ასეთი, რომ მოქალაქეთა კავშირი გამოკვეთილად რომ იგრძნობოდეს ჩვენ საკრებულოში, კონკრეტულად ესე არ არის. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ აი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე უფრო როცა რაღაცა ან საკადრო საკითხი ჩნდება, ან ოპოზიციისგან დასმული რაიმე წინადადება არის, აი მარტო მაშინ მოქალაქეთა კავშირის ერთობლიობა, ასე ვთქვათ, ჩანს მხოლოდ და მხოლოდ იმაში, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ოპოზიციის მიერ დასმულ წინადადებებს. აქ ბევრი მაგალითების მოყვანა შეიძლება, თვითონ საერთოდ საკრებულოს მუშაობა ჩემის აზრით არადამაკმაყოფილებელი არის. გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება, გაცილებით მეტი მუშაობა შეიძლება და მე ცოტა შეიძლება მკაცრი იყო ალბათ ჩემი შეფასება საკრებულოსში უმრავლესობის მიმართ გამოთქმული და მე უნდა გავიმეორო ახლა ეს რა. მე ამას დავარქვი პოლიტიკური იმპოტენცია. აბსოლუტურად აი გაუგებარი არის თვითონ უშუალოდ მოქალაქეთა კავშირის წევრებისგან დაყენებული საკითხები, მწვავედ დაყენებული საკითხები და აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ ხდება. და ის ერთი კონკრეტული საკითხი თუ შეიძლება რა თქვა. კონკრეტული საკითხები წინასხდომაზე მოქალაქეთა კავშირის მხრიდან ბიუჯეტზე დაისვა, ჩვენი მხრიდანაც საკმაოდ მწვავედ დადგა, მაგრამ თვითონ გამოთქვეს სხვათა შორის ეს მოსაზრება, რომ ჩვენ მარტო ვლაპარაკობთ, მაგრამ იქ
ჩვენ საკრებულოს ფუნქცია სხვათა შორის კონტროლის ფუნქციაც არის რა. ჩვენ შეგვიძლია ამასთან ერთად გავაკონტროლოთ აღმასრულებელი ხელისუფლება და ნურავის დაავიწყდება ის რომ გორის გამგეობა არის საკრებულოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ჩვენ წარმომადგენლობით ორგანოს ყოველთვის გვაქვს იმისი კანონით მონიჭებული უფლება რომ ჩვენ მათი მუშაობა შევაფასოთ, გავაკონტროლოთ, თუ საჭიროა მოვთხოვოთ და ასე შემდეგ. რაც ჩვენ და სამწუხაროდ იშვიათად ხდება. რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით, რომ ეს გარკვეული კონტროლის მექანიზმი გატარებული იქნას ცხოვრებაში? კონტროლის მექანიზმს რაც შეეხება მთელი გორისთვის ცნობილია და ასევე ალბათ ყველა რაიონში გორშიც საბიუჯეტო კრიზისია. საბიუჯეტო კრიზისი, ამ საბიუჯეტო კრიზისის ფონზე რამოდენიმეჯერ მოხდა საკადრო ცვლილებები საგადასახადო ინსპექციაში, რამოდენიმეჯერ მოხდა ბიუჯეტის კორექტირება ჩვენი მხრიდან, ჩვენი მიღებული ბიუჯეტის კორექტირება და აბსოლუტურად აი ამ პროცესებში მონაწილეობას არიღებს საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისია. ხო მე აბა ვინც ხვდეს აბსოლუტურად ძალიან დიდ პატივს ვცემ თვითოულ მათგანს საკრებულოს წევრებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კომისიის თავმჯდომარეს ბატონ გედეონ ხელაიას, პროფესორს, გორის უნივერსიტეტის რექტორს, მაგრამ ის რომ პოლიტიკის ადგილზე უნდა იყოს და საკრებულო ეს არის პოლიტიკური ორგანო და საკრებულოს წევრი ვალდებულია თავისი დროის რაღაცა მონაკვეთი პოლიტიკას დაუთმოს, თავის რაიონს დაუთმოს, კონკრეტულად აი ამ პოლიტიკის ნაწილში, თორე მაგას ვერ ვიტყვით რომ რაიონს ბატონი გედეონი დროს არ უთმობს, დიდ დროს უთმობს და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს, როგორც ვიცი, უნივერსიტეტში, მაგრამ ესეთი მნიშვნელოვანი კომისია ამ დროს საბიუჯეტო კრიზისის ფონზე ვიმეორებ გაჩერებული ამ დროს არ უნდა იყოს. ასევე შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა კომისიებზე, ეს არის მართლწესრიგის და ადამიანის უფლებების დაცვის კომისია, სარევიზიო კომისია და რა ვიცი. გასაგებ, ბატონო თამას, მე მაინტერესებს, თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული საკითხები დგება საკრებულოზე. შემდეგ ეს საკითხები ლაპარაკის დონეზე რჩება თქვენი საუბრიდან გამომდინარე მიემოსდა. ოპოზიცია თუ აყენებს გარკვეულ საკითხებს, რომელიც ისევ ლაპარაკის დონეზე რჩება და ასე რეაგირება. მოგახსენებთ და თუ გეთანხმებიან ამაში მოქალაქეთა კავშირის წევრები სიტყვიერად მას. მე ამ წლის 26 აპრილის შემდეგ მაისი, ივნისი, აგერ ივლისი მიიწურა, 3 თვე გავიდა. 26 აპრილს საკრებულოს ხტომაზე მე გავაკეთე განცხადება. მე გავაკეთე საკმაოდ მწვავე განცხადება გორის რაიონის საკრებულოს ხტომაზე. საკითხი ეხებოდა ჩვენს რაიონში კორუფციულ მოვლენებს. მე ფაქტიურად ბრალი დავდე გორის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ფაქტებით ვისაუბრე, კონკრეტული ფაქტები ვთქვი საგზაო პოლიციაზე და ამაზე დღესაც ვისაუბრებთ ალბათ, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ ყოფილა. 26 აპრილის შემდეგ ორჯერ კიდევ საკრებულოს ხტომაზე მე გავიმეორე ანალოგიური განცხადება, მაგრამ რა ვიცი კიდევ ვიძახი რა, აბსოლუტურად როგორც მე თქვენ ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხს აყენებთ. კი, ჩვენ დავსვით ეგ საკითხი, რომ გორის რაიონის საკრებულოში შექმნილიყო დროებითი ანტიკორუფციული კომისია. ხლა რა არის იცით მოჩვენებითობა თუ არ დამთავრდა საქართველოში, რომ ვეღაცას აჩვენოს, რომ აი მე ვმუშაობ, მე და კონკრეტული წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, აი ამ კომისიის შექმნის თაობაზე უმრავლესობის მხრიდან არის ის, რომ დავაცადოთ ჯერ ცენტრს
როგორ დაიწყებენ ისინი კორუფციასთან ბრძოლას, ჯერ იქიდან დაიწყოს, მერე ჩვენ მივხედოთ ჩვენ საქმეს. მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ცენტრმა უკვე შექმნა და პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა ანტიკორუფციული კომისია, სადაც სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები შევიდნენ. ნუ ეს კომისია არ არის, ეს არის სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს პროგრამა, პროექტი კორუფციასთან ბრძოლის პროგრამა, რომელსაც შემდეგ განახორციელებს ხელისუფლება. მაგრამ რა არის იცით, ჩვენ თუ თვითონმა ჩვენთაგანმა არ დავიწყეთ რეალურად ფიქრი, რა თქინდა ჩვენ ველოდოთ თქვათ, კი ის გლობალური მასშტაბით ქვეყანაში თუ დაიწყება, ღმერთმა ქნას რომ დაიწყოს, მაგრამ ის რაც გასაკეთებელი არის გორში, რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თუნდა ამას ცენტრში კომისიების შექმნა, არავინ არ იცის ჩვენზე კარგად, არც თბილისში და არც ქუთაისში და არც ვაშინგტონში თუ გნებავთ, რა ხდება გორში. აბსოლუტურად ჩვენ გორელებმა ყველაზე კარგად ვიცით რა ხდება გორში და რაც ხდება, აი ზუსტად ეგ ვთქვი მე. მაგრამ მე როგორც ვიცი, ბატონო თამას შექმნილია ანტიკორუფციული კომისია აღმასრულებელ სტრუქტურაში, გამგეობაში და თქვენ გინდა თქვათ, რომ ეს თქვათ არ მუშაობს ეს კომისია. მე ერთხელ დავესწარე ამ კომისიის მუშაობას, ეს იყო ადრე, სანამ გამგებელი შეიცვლებოდა გორში. მე როდესაც დავინტერესდი კორუფციასთან ბრძოლით, ასე ვთქვათ, და როდესაც ჩავთვალე, რომ მეც შემიძლია ამ მიმართულებით რაღაცა გავაკეთო, მე დავესწარი გამგეობის აი ამ ანტიკორუფციული კომისიის ხდომას. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე იქ ვერაფერი ვერ ნახე და ვერ მოვისმინე. თუმცა ახალი შექმნილია და იქნებ მართლა უნდა ვაცადოთ ამ კომისიას. არა, ეს კომისია ახალი შექმნილი არ იყო. აი ჩვენ 99 წლის ბიუჯეტი რომ განვიხილეთ, შესრულება უკვე ბოლოს 99 წლის ბოლოს, მაშინ აი ამ ბიუჯეტის შესახებ მოხსენებაში თავიდან წერია, რომ გამგეობის ანტიკორუფციულმა კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საბიუჯეტო შემოსავლები. ახლა რას ქვია გაუმჯობესება ციფრებით? რომ გამგეობის ანტიკორუფციულმა კომისიამ, როდესაც მე დავესწარი ამ ხდომას, ერთადერთი ფაქტი მოიყვანა, მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო. გვარი და სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ ეს უკვე დიდი ხნის ამბავია. ნუ ერთ-ერთი მეწარმე სოფელ ხიდისთავში, რომელიც ვაშლის ყუთებს ამზადებს სახლში, სარდაფში, შეიძლება ხელითაც ხერხავს, იმას არ ვიცი რა. და თურმე არ იხდის გადასახადს. და რაღაცა ეს ფაქტი იყო ამოწეული და თავისთავად მიუღებელი არის ჩემთვის აი ასეთნაირად ზერელეთ და ფორმალურად კორუფციასთან ბრძოლა. ბატონო თამას, თქვენ მე ვიცი ეს საკითხი დააყენეთ ყოფილ თავმჯდომარესთან, დღესდღეობით აღმასრულებელი გორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარესთან, ბატონ გია კაიდარაშვილთან, დღესდღეობით. დღესდღეობით ახალი თავმჯდომარე ყავს საკრებულოს. აი მასთან თუ გქონდათ კონსულტაციები, მასთან თუ გქონდათ მოლაპარაკება, საუბარი აი ამ ანტიკორუფციული კომისიის შესახებ. და თქვენ როგორ ფიქრობთ და რას თუ ვთქვათ, რატო არ გიჭერენ ხარს აი ამ კომისიის შექმნაში? არა, იცით რა არის? აი მე რატო ვთქვი წეგან თავიდან შესავალში, რომ საკმარისია წინადადება იყოს დაყენებული ოპოზიციიდან, რომ სულ ყველა ეჭვის თვალით უყურებს, რაიმე ხომ არ არის აქ, რაიმე ხრიკი ჩადებული და ასე შემდეგ. აი ელემენტარულად მე დავსვი საკითხი, რომ შევქმნათ საკრებულოს კოლეგია. გინდა კოლეგია დავარქვათ, გინდა ბიურო, გინდა ჯგუფი რაღაცა. თუნდაც ნუ გავაფორმებ, თქვათ. აი არის, როდესაც საკრებულოს ხდომა იწყება და დღის წესრიგზე ვერ ვთანხმდებით ჩვენ. მოდით სანამ ხდომა დაიწყება, შევიკრიბოთ კომისიის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები, ეს უფრო პატარა ჯგუფია და შევთანხმდეთ დღის წესრიგზე. შევთანხმდეთ საკითხებზე, ვიდაოთ თქვათ თუნდაც იქ და შემდეგ გავიტანოთ ხდომაზე. ნუ არა, ეს ორგანულ კანონში არ წერია, რომ საკრებულო ითვალისწინებს ამ ინსტიტუტს, მაგრამ იქ რეკომენდაციებში ცენტრალური ხელისუფლებიდან მოცემულია, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ეს.
კოლეგია. რას შეუშლის ახლა საკრებულოს მუშაობაში ეს კოლეგია ხელს, მე დღესაც ვერ ვიგებ, მაგრამ ნუ რატომღაც არ უნდა შეიქმნას ეს კომისია, ეს კოლეგია. იგივე ანტიკორუფციულ კომისიასთან დაკავშირებით მე ვთხოვე საკრებულოს ვინაიდან საკრებულოს ხტომაზე მსჯელობა ამ საკითხზე არ გაიმართა და დღის წესრიგში არ შევიდა ეს საკითხი, მე ვთხოვე რომ ხტომის შემდეგ დარჩენილი იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და გვემსჯელა აი ამ საკითხზე. სამწუხაროდ არგუმენტები კიდევ ვიძახი რა, არგუმენტები არის აი ესეთი. ცალკეული გამონათქვამები რა, ჩვენ გვეშინია ვისაც ავირჩევთ ამ კომისიის თავმჯდომარედ, შემდეგ ის არ გახდეს კორუმპირებული. ჯერ დავაცადოთ კიდევ ვიძახი ადრეც წელანაც თქვი ცენტრს, ჯერ იქ დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა, აგერ ბარამიძეს კომისიამაც იმუშავა პარლამენტში, მაგრამ რა გააკეთა? ერთი რამე მაინც თუ გააკეთა იმ კომისიამ, ესეც საქმე არის რა. ერთი მე ვიცი რომ გააკეთა, ერთიც და ორიც და რამოდენიმე ბევრი საკითხები, მაგრამ აქ შეიძლება დიდი მასშტაბური საკითხები არ იყოს რა. უფრო მე ერთ ვერსიასაც გეტყვი, ნუ გასაგებიათ ეს ვერსია, მე ერთ ვერსიასაც გეტყვით, რომელიც მე მაქვს მოსმენილი, ზედმეტ უფლებამოსილებას ხო არ მიანიჭებს ამით საკრებულო თავის თავს, რადგან არსებობენ სხვა მაკონტროლებლები, რომლებმაც უნდა ასე ვთქვათ იბრძოლონ კორუფციის წინააღმდეგ, ეს კონტროლის პალატა და სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საერთოდ ორგანულ კანონში თუ არის ესეთი რაღაცა, რომ საკრებულოში შეიძლება რომ შეიქმნას ესეთი კომისია, დროებითი ანტიკორუფცია. უფლებებს ხო არ აჭარბებთ მე ამას, იყო ესეთი ვერსიაც. ორგანულ კანონში არის მოცემული ის კომისიები, რომლებიც მუდმივი კომისიები უნდა იყოს, მაგრამ ამასთან ერთად ორგანულ კანონში არის მოცემული ის, რომ საკრებულოს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას დროებითი კომისია. და ეს კომისია ზუსტად დროებითი უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს განცხადებები გაკეთდა საკრებულოს ხტომაზე და აი ამ განცხადებების შესწავლის მიზნით უნდა შეიქმნას კომისია. ამ კომისიამ ან უნდა დაადასტუროს, აი მე ბრალი დავდე, ბრალი საკმაოდ მძიმე ბრალდება არის ეს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად შინაგან საქმეთა განყოფილებას, რომ ისინი ეწევიან გამოძალვას გორის მოსახლეობიდან, მოქალაქეებისგან ეწევიან ფულის გამოძალვას, ახლა ამას გინდა კორუფცია დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით. მე ფაქტები ვთქვი ამის შესახებ, შეიქმნას კომისია, შეისწავლონ ან ისინი დასაჯონ, ან მე დამსაჯონ ტყუილი ბრალდებისთვის. ცილისწამების აბსოლუტურად მზათა ვარ მე ყველაფერზე. ბატონო, მე წეგან ეს კითხვა დავსვი. ახალ თავმჯდომარესთან თუ გქონდათ მეთქი აი ამ საკითხზე საუბარი და მისი პოზიცია საერთოდ. ახალ თავმჯდომარესთან ამ საკითხზე გქონდა საუბარი, ჩვენ პრინციპში წინას ხტომაზე შევთანხმდით კიდეც ამ საკითხზე, რომ უახლოეს ხტომაზე გავიტანდით დღის წესრიგში ამ საკითხს, რომ ვიმსჯელებდით, შეიქმნას თუ არა გორში ესეთი კომისია. და ვინაიდან გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება აი ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, არის ეგეთი მოსაზრება საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, რომ თავი შევიკავოთ. იძულებული ხდები დავეთანხმო, იმიტომ რომ საკითხის დასმით მე შემიძლია ეს საკითხი კენჭისყრაზე დავსვა საკრებულოში. და შეიძლება დავსვათ კიდეც, მაგრამ ძალიან საეჭვოა რომ ეს საკითხი გავიდეს. გასაგები. ბატონო თამას, თქვენ აღნიშნეთ რამდენჯერმე რომ კონკრეტული ბრალდებები წავაყენებ, კონკრეტული სამსახურების მიმართ და იქნებ აი ღია ეთერში თქვენ გეძლევა საშუალება რომ ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ გაიმეოროთ. ოღონდ თქვენ კონკრეტულ პირების დასახელებისგან თავს არ შეიკავებთ, მე ეს მაინტერესებს. ვისაუბროთ და საუბარში ყველაფერი აისახება. რაც შეეხება ახლა ჩემს განცხადებას 26 აპრილს საკრებულოს ხტომაზე, კონკრეტულად მე ვთქვი, რომ გორში და მე ვეჭვობ, რომ ეს არა მარტო გორშია და სხვა ქალაქებშიც არის, როდესაც მოქალაქე ავტომანქანის მფლობელი ტექ დათვალიერებაზე მიდის
დიაგნოსტიკის ცენტრში შეამოწმებენ მანქანას, შემდეგ მიდის საგზაო პოლიციაში უნდა აიღოს ნიშანი, რომელსაც საქარემინაზე აკრავენ წინ, ყველა მიცის, ვისაც სატრანსპორტო საშუალება ყავს. ესეთი არის 8000 სატრანსპორტო საშუალება გორში და გორის რაიონში, საგზაო პოლიციაში იძულების წესით, ახლა მკლავებს არ უგრიხავენ, მაგრამ სთხოვენ ზოგი გათვითცნობიერებულად, ზოგი გაუთვითცნობიერებლად იხდის ამ ფულს. ვისაც შეწინააღმდეგების უნარი აქვს, შეეწინააღმდეგება მაინც აძალებენ 25 ლარს. 25 ლარი არის მსუბუქ მანქანებზე და როდესაც ჩვენ დავიანგარიშეთ ეს აი 26 აპრილს იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი 4 თვე 2000 წლის 4 თვე და 80 გასული წლის მთელი წელიწადში გორის მოსახლეობას მარტო საგზაო პოლიციაში და მარტო აი ამ საქარემინაზე გასაკრავ ფირნიშების გამო აი ბირკას რო ვეძახით რა მარტო აი ამ ერთ მომენტში გადახდილი აქვს 254,000 ლარი. ეს პატარა ციფრი არ არის, მოგეხსენებათ. ეს შვენივრად იცის აბსოლუტურად სულ ყველა მგორში, შვენივრად იცის თვითონ იმ ავტომანქანის მფლობელებმა, პოლიციის უფროსმა, რეგიონის პოლიციის უფროსმა, უშიშროების სამსახურმა, პროკურატურამ თუ გამგეობამ თუ სამხარეო სტრუქტურამ თუ არიციან, ესე იგი ვერ მუშაობენ ისე და არიციან რა ხდება და თუ იციან და რეაგირებას არ აკეთებენ, ამაზე ალბათ ყველა ადამიანს რაღაცა საეჭვო მოსაზრება დაებადება. თქვენი აზრით რატო ხდება ეს ბატონო? რა? რა იგივე მანქანის მძღოლებს ზედმეტს ახდენია. თქვენ როგორც აღნიშნეთ. ხომ არ ხდება? მე გეტყვი, ჩემი კითხვის ტექსტი ასეთია. ხომ არ ხდება ეს იმიტომ, იგივე მანქანის მძღოლებს გამართული მანქანები არ მიყავთ დიაგნოსტიკის ცენტრში და აქედან გამომდინარე მათ მოგახსენებთ, დიაგნოსტიკის ცენტრში, როდესაც მიდის მანქანა, ეს დიაგნოსტიკის ცენტრი ცალკე ოპერაცია არის. დიაგნოსტიკის ცენტრი მანქანებს ამოწმებს ან არ ამოწმებს, ან საშუალოდ ამოწმებს, ეს უკვე იქ ხდება. იქ თუ რაიმეს აქვს ადგილი, ესეც საეჭვოა რომ იქ არ იყოს, მაგრამ მე კონკრეტული ფაქტი რაც ვიცი, იმას ვამბობ. დიაგნოსტიკის ცენტრში რატო აძლევენ ახლა გაუმართავ მანქანაზე ისეთ დასკვნას, რომ ის არის გამართული, ეს თვითონ დიაგნოსტიკის ცენტრმა უნდა გვიპასუხოს. თუ გაუმართავ მანქანას უწერენ რომ გამართულია, მაგრამ ის რომ მოქალაქემ გადაიხადა გადასახდელი დაწესებული სახელმწიფოს მიერ მანქანის ტექდათვალიერებისა, ეს დიაგნოსტიკის ცენტრმა მისცა უკვე ამას ეს დასკვნა. ხო, ეს არის უბრალოდ ერთი პატარა ქაღალდი აღნიშნელი ამისი, რომ ჩემი მანქანა არის გამართული. ჯერ რატო ხდება, რომ ამაზე შემდეგ საგზაო პოლიციაში მიდიან? შეიძლება რომ ეს იქვე მოხდეს, თქვათ იქვე მიეცეს ამ მოქალაქეს ეს ბირკა ეგრეთ წოდებული, მაგრამ მაინც მიდიან საგზაო პოლიციაში. საგზაო პოლიციაში ხშირად თვითონ ხელმძღვანელობა ზის, თვითონ ხელმძღვანელობა ასრულებს აი ამ ოპერაციას, ხშირად იქ პერსონალი ვინც აქვს, მომსახურე პერსონალი ესენი. აი მე თვითონ მქონდა ეს ფაქტი. მე ვკითხე, რომ რის გადასახადს მახდევინებთ. რა ქვია ამას? მოსაკრებელი ქვია ჩვენ, არ დაგვიწესებია ესეთი მოსაკრებელი რაიონის საკრებულოს. ქალაქის საკრებულოს არ დაუწესებია ესეთი მოსაკრებელი, პარლამენტს არ დაუწესებია, არავის არ დაუწესებია ესეთი გადასახადი. რის ფულს მახდევინებთ? ეკითხები. და ნუ შემდეგ როდესაც გართულდა ჩვენ შორის ეს საუბარი, შემდეგ მითხრეს, რომ კი ბატონო, წაბძანდით. მაგრამ ესენი 8000 კაცში გორში შეიძლება ერთეულები ვიყვეთ ესეთები რა. ვთქვათ, რომ არ გადავიხადეთ. ხომ ეს ფული.
და მე ძალიან კარგად მინდა რომ გამიგონ ჩემმა ხალხმა რომ ეს აბსოლუტურად არანაირი პიროვნული მომენტი აქ არ არის, არანაირი რაღაცა კერძო მოსაზრებიდან გამომდინარე არ არის ეს ჩემი მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აი რასაც ახლა ვამბობ და ვაკეთებ. ეს არის 8000 ავტომობილის უკან 8000 ოჯახი დგას. ეს არის გორის და გორის რაიონის 8000 ოჯახის ინტერესების დაცვა. მე პოლიტიკოსი ვარ და ვალდებული ვარ დავიცვა ხალხის ინტერესები. და მე აი ამ ჩემი ქმედებით დღეს ვიცავ კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში 8000 ოჯახის ინტერესებს. რომ 8000 ოჯახი განთავისუფლდეს ზედმეტი ბეგარისაგან. არავინ არ არის ვალდებული რომ ხარკი უხადოს სხვას. არაფრის გულისთვის. არავის არ თუ ფულის მიცემა უნდა თუ კი ბატონო მისცენ, მაგრამ მე აი ხლა პირდაპირ ეთერში ვეუბნების სულ ყველას. ვისაც ყავს სატრანსპორტო საშუალება. საგზაო პოლიციაში ტექნიკური დათვალიერების დროს ნუ გადაიხდით ფულს, თქვენ უფასოდ გერგებათ ეგრეთ წოდებული ბირკა, ესე იმიტომ ყველა ეგრე ეძახის ნიშანი, ხო? ტექ დათვალიერების აღნიშნული ნიშანი, რომელიც გასაგებია. ბატონო თავს, თქვენ რომ არ თქვენ თავზე რომ არ მოხდარიყო ასეთი ამბავი, რომ თქვენთვის ფული, თქვენ იტყოდით ამას, აი ხლა აქა თქვენთვის რო არის თქვა, რომ აი ამდენიან გადასახდელი. თქვენ ამას და შეღავათ ეცნეთ, რომ თამაზ მაყაშვილი ბრძანდებით და საკრებულოს წევრი ხართ და ბატონო თავს, არაფერი არ არის საჭირო. თქვენ ძალიან საინტერესო კითხვა არის სხვათა შორის და ალბათ ბუნებრივი არის ჩემ ადგილზე უცბად გიპასუხებდათ ყველა, რა თქმა უნდა ვიტყოდი. რა თქმა უნდა მე ვერ გეტყვით. ვიტყოდი თუ არა, აი რა სიმწვავით მომზადდებოდა თვითონ ჩემში ეს საკითხი, ალბათ ეს რაღაც ერთ-ერთი ფაქტორია. არა, თქვენ ამას ჩათვლიდით თუ არა პატივისცემად აი მათი მხრიდან. რო არაფერი ზედმეტი არ არის. პატივისცემად არ ჩავთვლიდი ნამდვილად. და რატომ? იმიტომ რომ პატივისცემა მე ვიცი სხვანაირი პატივის რომ გცემენ იმიტომ რომ შენ შემდეგ არ გაურთულო იმას შენი რომ თქვათ არ მინდა ვიხმარო ეს გამოთქმა რომ ani შეეშინდათ და იმიტომ გცეს პატივი აი პატივს ცემს ხალხი პოლიციას იმიტომ რომ არ დაიჭირონ და ფულს უხდიან ხო ან მანქანა არ გააჩერონ შემდგომში აბზალებლად ხო და არ გაურთულონ და აი მე ხანში შესული კაცი შემხვდა თვითონ იმაში რა ქვია ნომრებს რო აძლევენ ემრეო ქართულად სარეგისტრაციო მანქანების სარეგისტრაციო სადგურში ხანში შესული კაცი ძველი მოსკვიჩით და წერილის დონემდე იყო ეს კაცი მისული რა შეიძლება ახლა მიყურებს კიდეც ეს მოხუცი კაცი ასე ვთქვათ წერილის დონემდე იყო მისული რომ მისი საარსებო წყარო არის ეს ერთადერთი მანქანა რომლითაც სოფლიდან ზოგჯერ ხილი ბოსტნეული თუ რაღაცა მოაქვს გორის ბაზარში და აი ამ მანქანის ტექნიკური დათვალიერება, სანომრე ნიშნების შეცვლა, ტექ ტალონის შეცვლა, მართვის მოწმობის შეცვლა საერთო ჯამში იმდენი დაუჯდა რომ ეს მანქანა არ ღირს მაგდენი ფასი. და რა ვქნა იძულებული ვარ ეს კაცი იძახის ეს რომ თუმცა გაუმართავი მანქანა ხონდა ხო? ხო ალბათ. გაუმართავი ძველი მოსკვიჩი თავისთავად გაუმართავი იქნებოდა. იძულებული არის რომ წავიდეს აი ამ გადასახადებზე და ათანხმდეს ასე ვთქვათ და საარსებო წყარო არ მოესპოს. გასაგებია ბატონო ფაქტებია ესეთი. მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ ჩვენ ტელეფონის ნომრებია 8-213-33-31 ქარელში ან 8-22-92-13-31 თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და თქვენთვის სასურველი კითხვა მოგვაწოდოთ რომელსაც ბატონი თამაზი უპასუხებს. ჩვენ კი დროებით შევისვენოთ სარეკლამო რგოლი ახლა ეთერში და სულ რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. როგორც რომ პირდაპირ ეთერში მუშაობს გადაცემა კვირის სტუდია, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი თამაზ მაყაშვილი, ეროვნული დემოკრატიული პარტიის შიდა ქართლის ლიდერი და ამავე დროს გორის რაიონის საკრებულოს წევრი. ბატონო თამაზ,
სატელეფონო ზარი თუ გაქვს ეთერში, გთხოვ რომ მანიშნოს ჩვენს ოპერატორს. ბატონო თამას, მაშინ გავაგზავნოთ საუბარი. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი საუბარი დავიწყეთ იმით, რომ უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია და თქვენ აყენებთ. აი ეს კომისია რომ შეიქმნას. თქვენ ფიქრობთ რომ მოერევით აი ესეთ ფაქტებს და ესეთ მოვლენებს ჩვენს რაიონში? ჩვენ რა თქმა უნდა, აი საკერბულოს ხომაზეც აღნიშნე ეს და ეხლაც აღნიშნავ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვერავის ვერ დავიჭერთ და საკრებულო არ არის ის ორგანო, რომელიც ვინმეს დაიჭერს და გაასამართლებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ხალხის ნება და ამა თუ იმ ხელმძღვანელს ან უშუალოდ რომელიმე სამსახურს გამოუცხადოთ უნდობლობა. აი დღეს მაგალითად სრული საფუძველი არსებობს იმის, რომ შინაგან საქმეთა აი გორის საგზაო პოლიციას ან სხვა მომენტებსაც მოგახსენებთ ახლა პოლიციის მუშაობაზე, რომ ჩვენ გამოუცხადოთ უნდობლობა. საკრებულომ ჩვენი გავაკეთოთ და დანარჩენს სხვა გააკეთებს. ჩვენ რაც გვევალება ის გავაკეთოთ. იგივე შემიძლია ვთქვა ეკოლოგიის პოლიციაზე, აი ეკოლოგიის პოლიციაზე ჩვენ ესეთი შემთხვევა ქონდა, რომ დავაფიქსირეთ, ეხლა ყველამ კარგად იცის კონკრეტულ ფაქტს ვიტყვი აქაც, რომ დღეს მტკვარი დასერილი არის ეგრეთ წოდებული ნავტიკებით და დენით მოთევზავეებით, ხო? ამის აკრძალვა მაინც შეიძლება რა. ერთი პერიოდი და ერთი თვის უკან დაახლოებით აიკრძალა და ეხლა ისე იყო რომ გორში უკვე აღარ მოდიოდნენ, მე ჩემი მტკვრის ნაპირზე ვცხოვრობ და ვხედავ, სახლიდან ვხედავ, გორში აღარ მოდიოდნენ, მაგრამ ეხლა ისე დაიწყო, ნუ ეს რაღაც კამპანიური ხასიათი ქონდა, ასე ვთქვათ, უცბად გავრცელდა ხმა რომ დაიჭერენ, ვინც ასე ვთქვათ, თევს დენს დაარტყავს და ეხლა ისევ დაიწყო, აქედან მიყვებიან ქარელიდან გორის შესასვლელამდე იქ სკრამდე იქ გაჩერდებიან, მერე გააგრძელებენ უფლისციხიდან ქვევით მიდიან ღამე ასევე. ნუ ამისი გაკეთება ხო შეუძლია ეკოლოგიის პოლიციას და როგორც ჩემთვის ცნობილია, უშუალოდ ეკოლოგიის პოლიციასთან შეთანხმებით ხდება ეს. იგივე შემიძლია თქვა ნარკომანიაზე. ერთი წუთი ბატონო თავს სან ნარკომანიაზე ვისაუბროთ, მაყურებლის კითხვა ეთერში და იქნებ ყურსასმენი მოვიღოთ. მე ვუსმენ ტელემაყურებელს. ალო. დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობა. ასეთი შეკითხვა გვაქვს. თქვენ ახლა მოიყვანეთ მაგალითი, თუ აი საგზაო პოლიციასთან დაკავშირებით და ეს ალბათ კი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უფრო აი კორუფციასთან არის დაკავშირებული და რაც თითოეულ მოქალაქეს არამხოლოდ ავტომფლობელებს 8000 ერთეულს გორის რაიონისას. ალბათ წელი რეგიონის მოსახლეობას რო კისერზე აწევს, უფრო მწარედ და მძიმედ. აი ამისი გაშიფრად შეიძლება თუ კონკრეტულად რომელ საკითხს გულისხმობთ? გადათმაინც უფრო რაშია ეს პრობლემა. კონკრეტულად რომელ საკითხს გულისხმობთ? ნებისმიერს ბატონო, თუნდაც გაუცემელ ხელფას, გაუცემელ პენსიას, გაჩერებულ საწარმოებს, არასწორ პრივატიზებას და განადგურებულ საწარმოო სამრეწველო ორგანიზაციებს. რავი, დარდები შეიძლება ითქვას კიდე. კარგი, დიდი მადლობა. ნუ ჩვენ საუბრობთ აქ ნარკომანიაზე იწყებთ საუბარს და იქნება აი აქ ძალიან მოკლედ სხვადასხვა საკითხებზე. მე მინდა ტელემაყურებელს მოვახსენო, რომ დავამთავრებ მე ამ თემას და მაგ შეკითხვაზე პრინციპში შემიძლია ბარემ გავცე პასუხი. რა თქმა უნდა, კორუფციული მოვლენები არა მარტო ჩვენს რაიონში, არამედ მთელ საქართველოში, ეს მთელი მსოფლიოსთვის გახდა უკვე ცნობილი და საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის კორუფციის ხარისხით და მე ვარ ასე ვთქვათ, ჩემ თავს ვეძახი პირველი დონის პოლიტიკოსი, რაიონული დონის პოლიტიკოსი. მე საკითხებს ვსვავ რაიონის დონეზე. ჩემი ასე ვთქვათ არეალი, ჩემი მოქმედების არეალი. მე უფრო მაღალი დონის საკითხებს შესაბამისად ვსვავ ჩემ პარტიულ
ასე ვთქვათ, იერარქიაში, ჩემს ზემდგომ ორგანოებში, პარტიულ შეკრებებზე, მაგრამ კონკრეტულად აქ რაც არის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები ჩვენს ტელემაყურებელს ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები არის იგივე ბიუჯეტთან მიმართებაში, გაუცემელ ხელფასებში, რა თქმა უნდა, არის ესეთი შემთხვევები, ყველაფერთან ბრძოლა შეიძლება რა და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ბრძოლა გადაგვარჩენს რა. აი შეიძლება ცოტა პათეტიკური იყოს ახლა ეს ჩემი გამოთქმა, რომ მაგრამ აი რაღაცნაირად ფარხმალი არ უნდა დავყაროთ რა. თვითოული ჩვენთაგანი ჩვენს პატრიოტობა მე ეგ მგონია და პატრიოტობად ეგ მიმაჩნია რა. მე ჩემი რაიონის პატრიოტი თუ ვარ, ვალდებული ვარ, რომ ვიბრძოლო ყოველგვარი, აი მე ამოწერილი მაქვს აქ შევარდნაძის იქიდან ის რო იყო საპროგრამო სიტყვა, იქიდან ამოვიწერე, რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ის მანკიერი გადმონაშთები ჩვენ საზოგადოებაში. არც ერთი ასე ვთქვათ, აი ეს გადმონაშთი ჩვენს გვერდით არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. კი ბატონო, აი შევასრულოთ მოდით რა, აი პრეზიდენტის პროგრამა შევასრულოთ. და აგერ თვითონ დაიწყო პრინციპში ამის წინააღმდეგ ბრძოლა და გარკვეული ჯგუფები შეიქმნა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება დამარცხება იმ სცენისა, მართლა რასაც კორუფცია ქვია, ამას უკვე ყველა აღიარებს ქვეყანაში, რომ კორუფცია ძალიან ფესვს გამდგარია და ძალიან რთული იქნება მასთან ბრძოლა. აი მე ერთი ესეთი შედარება უნდა მოვიყვანო ბატონო გიორგი. დავით აღმაშენებელი ლაშქარს რო ამზადებდა თბილისის ასაღებად და დიდგორისთვის, ასე ვთქვათ, ის პატარა წაკენწლავებებს ეგრეთ წოდებულ სპეციალურად აწყობდა, პატარ-პატარა ჯგუფ-ჯგუფად, პატარ-პატარა ბრძოლებს აკეთებდა, აწყობდა თვითონ, რომ ჯარი გამობრძმედილიყო აი ამ ბრძოლაში რა. მოდით სანამ აი ამ დიდ გლობალურ ურჩხულს კორუფციას შევებრძოლებოდით, აი ამ წვრილმანი საკითხებით დავიწყოთ. საზოგადოება მოვამზადოთ ამით. მოვამზადოთ, შეიძლება ისე მივიდეთ იქამდე, რომ თავისით გაქრეს ის და არავის დაჭერა და დაპატიმრება და ასე ვთქვათ, რაღაც იძულებითი ღონისძიებების მოწყობა საჭირო აღარ გახდეს რა. აი დავიწყოთ იქიდან, რასაც თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს გვერდით ვხედავთ რა, ჩვენს გვერდით აი ამ ასე ვთქვათ, ისევ პრეზიდენტის სიტყვიდან გამომდინარე მავნე გადმონაშთებს რა. ეს მავნე გადმონაშთია, ახლა კონკრეტულად ეს ფაქტი რა. და მე წეგან ლაპარაკობდი ნარკომანიაზე. განა რომელიმე ჩვენთაგანისათვის ცნობილი არ არის, რომ დღე არ გავა, კვირა არ გავა, გორში თუ თბილისში თუ თელ საქართველოში, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა ადამიანი არ იმსხვერპლოს აი ამ შავმა სცენმა, ასე ვთქვათ რა. ხომ შეიძლება ამასთან ბრძოლა, შეიძლება ეს ნარკომანებს კი არ უნდა ვდიოთ, ნარკოტიკების გამყიდველებს უნდა ვდიოთ და ჩავიდეთ მეჯურის ხევში, რას ლაპარაკობს ხალხი. მე პოლიტიკოსი ვარ, კიდევ ვიძახი და მე ხალხის აზრს ვაყენებ შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, შესაბამისად პოლიტიკურ ინსტიტუტებში და ჩემი ტრიბუნა საკრებულო არის და მე საკრებულოზე ვსვამ ამ საკითხებს, რომ რას ლაპარაკობს ხალხი. ყველა უბანში იყიდება ნარკოტიკები. ჯიხურებში იყიდება ნარკოტიკები. ხო, შეიძლება მე საკრებულოს ხტომაზე რომ დავსვი ეს საკითხი პოლიციის უფროსმა გაიღიმა და ასე ვთქვათ ძალიან არაკომპეტენტურად ჩათვალა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ მე ვიყო არაკომპეტენტური და ესეთი ფაქტები არ ხდებოდეს. და ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ერთი და იგივე ხალხი დაადიან, ყიდულობენ იმ ნარკოტიკულ საშუალებას და შემდეგ ავრცელებენ მოსახლეობაში. აი ეს უნდა მოიკვეთოს რა. ამ საკითხზე შეიძლება მუშაობა. გასაგები, აქ ეს კითხვა შემოვიდა, ნათქვამია მართლის მტკნრის ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო, თქვენ მზადა ხართ ამისთვის. აი ამ გამოსვლის მერე თქვენ ამ საშუალება ხო არ გამოგდებათ, როგორ ფიქრობთ?
არ მგონია. არ მგონია და რატომ? ეხლა მე არ ვიცი ეხლა ეს ფრაზა მე ვიხმარე 26 აპრილს საკრებულოს ხტომაზე ჩემს გამოსვლისას. მაგრამ მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩემს ხალხს, აი ჩემს მოსახლეობას, იმ ხალხს, ვინც ახლა მიყურებს, რომ ჩემი მოწოდებები, ასე ვთქვათ, იმ წინასაარჩევნო პერიოდში და ჩემი ლოზუნგი წინასაარჩევნო პერიოდში იყო ის, რომ ჩვენ ვივლით გიორგი ჭანტურიას გზით. აი ესეთი წარწერა მქონდა მე ჩემს საარჩევნო ბუკლეტზე. თუ ჩვენ შიშისგან ძრწოლას დავიწყებთ, მაშინ დავიკრიფოთ გულზე ხელი და კი ბატონო, მაშინ ესეთ ქვეყანაში ცხოვრებას მე ჩემს შვილებს ნამდვილად არ უსურვებ. აი ესეთ ჭაობში ცხოვრება. ბატონო თავს მე ერთი ეს აი თქვენ ახლა დაასახელეთ კონკრეტული სამსახურები, რომლებიც თქვენი აზრით, რა თქმა უნდა, არ წევენ გარკვეულ სამუშაოს და გარკვეულწილად რაღაცაში არიან თქვენ ადანაშაულებთ მათ რაღაცეებში. თუ ამის შემდეგ არ მოხდა რეაგირება და რაღაცა არ შეიცვალა. თქვენ როგორც აი პარტიის ლიდერი ეს მაინტერესებს რა ზომებს მიმართავთ? თუ გამოიყენებთ თქვენთვის მონიჭებულ კონსტიტუციურ უფლებას და იქნება თუ არა საპროტესტო აქციები? მე აი ეს მაინტერესებს. მე მოგახსენებთ, მე კონკრეტულად აი ამ ფაქტზე საგზაო პოლიციასთან დაკავშირებით დამირეკეს და მთხოვეს მისვლა პროკურატურაში. ეხლა მე ამას ისეთ რაღაც თავს კი არ ვაცოდებ ხალხს. მთხოვეს მისვლა პროკურატურაში და მე უბრალოდ არ მივედი პროკურატურაში და რატომ? რომ მათ ვერ ამიხსნეს რა ერქმევა აი ამ ჩემს მისვლას პროკურატურაში. აი პროცედურულად რა ქვია ამას? დაკითხვა, გამოძახება, აი საპროცესო კოდექსი რა ნაწილში არის ახსნა ამისი, რომ საკრებულოს წევრმა გააკეთა საკრებულოს ხტომაზე განცხადება რაღაც საკითხზე. კი ბატონო, თუ ამიხსნიან და თუ ვთქვათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად, იგივე ტელევიზიასთან ერთად, კი ბატონო, დაველაპარაკები პროკურორსაც, დაველაპარაკები ვისაც ნებას. თუნდა საგზაო პოლიციის უფროს დაველაპარაკები, მობძანდეს, დაждდეს აქ ჩემთან ერთად და დაველაპარაკები. და რა გითხრეს აი რა ის იქნებ უნდათ რომ თქვენ მიგეცათ ჩვენება კონკრეტულ პიროვნებაზე რომელზეც თქვენ გაქვთ გასაგებია იცით რა არის აი ახლა ჩვენ საკრებულოს ინიციატივით ვატარებთ სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩვენს რაიონში და მე ვფიქრობ საკმაოდ რეალურად აისახება აი ამ სოციოლოგიურ გამოკვლევაში აი ეს მდგომარეობა დღევანდელი რაც არის ჩვენს რაიონში. კონკრეტულად აქ საკითხი იქნება როგორც საგზაო პოლიციაზე, ასევე საპასპორტო სამსახურებზე, იქ სავიზო და ეს რაღაც როგორ ქვია ზუსტად ვერ მოგახსენებთ. იგივე ეკოლოგიის პოლიცია იქნება, იგივე პენსიები, ხელფასები, რაც აწუხებს დღევანდელ ხალხს და აი ზოგადი სურათი, ასე ვთქვათ, მოსახლეობის დაკვეთა ჩვენ რა გვექნება საკრებულოს. აი ეხლა კონკრეტული ეს საკითხები მე მიმაჩნია რომ ეს არის გორის რაიონის მოსახლეობის დაკვეთა ჩემს მიმართ. აი ეს პრობლემა აწუხებს დღეს მოსახლეობას და მე ვალდებული ვარ თუ ჩემი თავი მე პოლიტიკოსად მიმაჩნია და მე ვთვლი რომ მე პოლიტიკოსად გასაგებია წეღანდელ კითხვას თქვენ არ უპასუხებთ თქვენ რას მოიმოქმედებთ მეთქი ამის შემდეგ თქვა თუ არანაირი ჩვენ აი ამ სოციოლოგიურ გამოკვლევას დაველოდებით ამის პასუხს დაველოდებით შემდეგ მე ვიბრძოლებ რომ საკრებულოს ხტომაზე დავსვათ ეს საკითხი აი ამ სოციოლოგიური გამოკითხვიდან გამომდინარე საკრებულოს ხტომამ დასვას საკითხი ამა თუ იმ სამსახურის თუ ხელმძღვანელი პირის უნდობლობის შესახებ შემდეგ ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს გადაწყვეტილებას თუ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო გაუგზავნით შესაბამის ორგანოებს ეს იქნება მათი ზემდგომი თუ მომკვლევი ორგანოები და ჩვენ ვაიძულებთ აი პოლიტიკური ხერხებით
რომ ამა თუ იმ უღირსმა თანამშრომელმა დატოვოს თანამდებობა. თუ ამას ვერ მივახცევთ, შემდეგ უკვე შემდგომი პერიოდი გამოაჩენს ბრძოლის რა მეთოდებს და ხერხებს მივმართავს. დიდი მადლობა ბატონო თამას, მე უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 829-313-31 ან 822-92-13-31. მე აქვე ვიტყვი, რომ იმ პიროვნებებს, ვისაც შეეხო დღეს ბატონ თამაზ მაყაშვილის პრეტენზია, ტელეკომპანია თრიალეთი მიცემს საშუალებას, თუ მათ გამოთქვეს, რა თქმა უნდა, სულ პირდაპირ ეთერში მობრძანდნენ და ისაუბრონ და დააფიქსირონ თავისი პოზიცია. ახლა ალბათ გადავიდეთ ცოტა ისეთ საკითხებზე, ბატონო თამაზ, ძალიან მგონი გადავღალით კიდევაც ტელემაყურებელი ამდენი პრეტენზიებით ვიღაცების მიმართ. და მე მაინტერესებს დღეს ქვეყანაში ძალიან ხშირად და ძალიან ყოველდღიურად ფაქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში სასექტემბროდ შემოდგომაზე მოსავლენია დესტაბილიზაცია. როგორ აფასებს ამ ყველაფერს ეროვნული დემოკრატიული პარტია და დღეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ სასექტემბროდ ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, ზოგი აქციებით იმუქრება და აი რა პოზიცია უკავია ამ შემთხვევაში ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას და კონკრეტულად გორში რა მოხდება სასექტემბროდ. თქვენ ხომ არ იქნებით მადესტაბილიზირებელი აი ამ პროცესებისა, რაც მოიაზრება დღეს ყველას მიერ. მოგახსენებთ. პირველ რიგში მე მინდა თქვა ის, რომ დესტაბილიზაცია როგორც ესეთი ქვეყანაში მით უმეტეს დღეს შეიძლება აწყობდეს მათ აი ვისაც დღევანდელი მდგომარეობიდან მშრალზე უნდა დარჩენა. არეულ თუ ამღრეულ წყალში თქვათ ყველაფერი დაიბინდება, თავისუფლად გაძვრენ. ესეთი მომენტები იყო ძალიან ხშირად საქართველოს აი ამ უკანასკნელ უახლეს ისტორიაში და აი ამ მასობრივ დესტაბილიზაციაში აი ესეთ საკითხებზე არავის დრო აღარ ექნება, რომ ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, მე არ მიმაჩნია სწორად დღეს კიდევ საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ხერხები ჯერ არ ამოწურულა საქართველოში. პოლიტიკური ბრძოლა არის პირველ რიგში აუცილებელი. ხალხის აი ხშირად ამბობენ რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსი არა, ხან ბევრი პარტიებია, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა პოლიტიკოსია. და როგორც წმინდა ილია მართლის პერიოდში, აი ილია ჭავჭავაძეს პერიოდში მოსახლეობაში რო იქნებოდა წერა-კითხვის შემსწავლელი საზოგადოება, აი ზუსტად დღეს არის ის პერიოდი, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოსახლეობაში აი ამ პოლიტიკური დონის ამაღლებაზე უნდა იფიქრონ. გასაგებია, ბატონო თამაზ, ჩვენ სატელეფონო ზარი გვაქვს, როგორც მანიშნებენ. ვუსმენთ ტელემაყურებელს, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო თამაზ, არჩევნების დროს, როდესაც მივედი საარჩევნობაში, მის მისაცემად დაახლოებით 100 ადამიანი ამომედგა და მეუბნებოდნენ ხმამილეთა მოქალაქეთა კავშირისათვის. მე ციცეთ მდგომარეობაში ჩავადი, რომ ხმამილეთი მოქალაქეთა კავშირს რა მოგვიწევს მოქალაქეთა კავშირს ამ ხრის მადლობთ. მე თქვენ მოგაცხადეთ. მე ვერ გავიგე კითხვის შინაარს ეს არ ვიცი რა იყო, ალბათ მე ნამდვილად არ მოუტყუები ვართ. მე არ ვიცი ახლა მოქალაქეთა კავშირისთვის, რა თქმა უნდა, მე თვითონ კანდიდატი ვიყავი და არ ვიცემდი, მაგრამ მე მინდა უპასუხო აი ჩვენ აი ამ შეკითხვის ავტორს, რომ თუ აი მაგ დროს ჩვენ არ შეგვიძლია რომ ჩვენი ნება გამოვხატოთ, თუნდაც აი მაგ დროს რომ იქ რომ შევალთ ვინ შემოხაზოთ და ვინ ჩავაგდოთ, როცა არავინ არაფერს არ ხედავს, თუ ესეც არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. რა შეიძლება, რომელ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? მაინც ვინც თქვენ გინდათ, ის უნდა შემოხაზოთ ნებისმიერ არჩევნებში. ამას ჩვენ კონსტიტუცია გვანიჭებს ამის უფლებას. ბატონო თამაზ, მე გავაგრძელებ მაშინ
აგერ დესტაბილიზაციაზე ვისაუბროთ, თქვენი პარტია არ არის მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში რაღაც კიდევ დაიწყოს რაღაც არეულობა. მე მაინტერესებს იგივე ხელისუფლებამ დაიწყო შერიგების, ასე თუ ეროვნული შერიგების პროცესი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ელიავა ლიკვიდირებული იქნა ერთ-ერთი ოპერაციის დროს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა. და თქვენი აზრით, აი ეს ფაქტი შეუშლის თუ არა ხელს იგივე იმ ეროვნული შერიგების პროცესს? აი ცოტა თვითონ ეს ეროვნული შერიგება რაღაცნაირად თითქოს ბევრის მომცველი სიტყვა არის, აი ეროვნული შერიგება თვითონ თავისთავად ეროვნული გახლეჩვა ჩვენთან არ ყოფილა. ეროვნული შერიგება კი არ არის, აქ იყო ლაპარაკი კონკრეტულად იმ ერთი ნაწილი, თქვათ, მოსახლეობისა პოლიტპატიმრებად თვლის გარკვეულ ადამიანებს და მეც მიმაჩნია, რომ ნაწილი აი ამ ადამიანებისა, რომლებიც დღეს ციხეში იმყოფებიან, პოლიტიკური პატიმრები არიან, მათ გამოშვებას ითხოვდნენ და კონკრეტულად აი ეს ეროვნული შერიგება, ასე ვთქვათ, აისახება კონკრეტულად აი მათ შეწყალებაში და განთავისუფლებაში და თვითონ აი ეს ფაქტი, რაც მოხდა დღეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შეწყალებულის თუ ორი შეწყალებულის კვლელობა, მე თლიანად ვიზიარებ აბსოლუტურად ჩემი პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებას ამ საკითხზე, ქალბატონი ირინა სარიშვილი ჭანტურიას მოსაზრებას, რომ ეს მთლიანად არის. ბატონთამას მაყურებელი გველოდებოდა, მე მინდა რომ შეგაწყვეტინოთ ერთი კითხვაც თუ შეიძლება. უსმენთ ტელემაყურებელს. დიახ. ბატონთამას, მიგაჩნიათ თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრი კაპიტულაციას კორუფციის წინააღმდეგ და რამდენად შეეხო ეს სეკვესტრი გორის რაიონს და ალბათ ამ მთლიანად რეგიონს. დიდი მადლობა. მოდი დავასრულოთ მაშინ ეს შერიგების პროცესი და მე შემდეგ ვუპასუხოთ ამ. მე ვთქვი, რომ მე ვიზიარებ ჩემი პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ ეს აქცია ზესტაფონში, ასე ვთქვათ, იყო მთლიანად პროვოცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ. მე ამას ვაცხადებ და მე მზად ვარ პასუხი ვაგო თუ ჩემი პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ, ასე ვთქვათ, ამ მოსაზრების გამო მზად ვარ მეც მიუჯდე ციხეში ჩემს თავმჯდომარეს. ისე რომ საერთო პროცესს დაწყებულ საქართველოში ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, ჩემი აზრით ეროვნული შერიგება არის ის, რომ ხელისუფლება შეურიგდეს არა მარტო იმ ხალხს, ვინც თქვა ციხეში არის, შეურიგდეს პედაგოგებს, ავადმყოფებს, ბავშვებს სკოლაში და ასე შემდეგ კიდევ ბევრი, აი თავის ხალხთან მოახდინოს ხელისუფლებამ გამოასწოროს აი ეს რეალური მდგომარეობა და აი ეს შეკითხვა კონკრეტულად ბიუჯეტის სეკვესტრად შეეხო თუ არა ის ჩვენს რაიონს ბიუჯეტის სეკვესტრი, რა თქმა უნდა, ყველა რაიონს შეეხება ეს ბიუჯეტის სეკვესტრი. მეც მიმაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს საქართველოში, ბიუჯეტის აი თვითონ ფინანსისტების შეხედულება იყო ის, რომ საშემოსავლო ნაწილის შემცირებაც მოხდა დაგეგმვაში და საშემოსავლო ნაწილი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არის ფარული, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, არის კორუფცია, რაღაც გარკვეულ, რასაც ვიღებთ, გადასახადებს ორიუნდენი რჩება და ჩვენ ამ დროს ეს ბაზა შევამცირებთ, ამოსაღები ბაზა. რა თქმა უნდა არის ეს კაპიტულაცია, მე ვიზიარებ აი ამ ტელემაყურებლისას კაპიტულაცია კორუფციასთან, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება შემდგომში. გასაგები, ბატონო თამაზ, ახლა მე თქვენი პოზიცია დაფიქსირდა, რომ თქვათ აგ უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება, ხო, თქვენ ამას აცხადებთ აი სეკვესტრირებული ბიუჯეტის შემდეგ ქვეყანაში. უფრო დაუმძიმდებათ პირობები იგივე საბიუჯეტო ორგანიზაციებს და დაუმძიმდებათ პირობები იგივე პენსიონერებს. ფაქტიურად ეს თქვით, ხო? არა. მე ეგარ მithქვია,
იცით რა არის, აი ერთი რამე ვერ გაიგო უმრავლესობამ დღეს. ბიუჯეტი, აი ვთქვათ, ჩვენ უნდა ამოვიღოთ 1 მილიონი ლარი და უნდა დავხარჯოთ 1 მილიონი ლარი. ჩვენ ხარჯვით ნაწილში გვაქვს დაგეგმილი 1 მილიონი ლარი, მაგრამ ვიღებთ 9 მილიონ ლარს. და იმას ვიღაცას რო შევპირდით ამ 1 მილიონიდან თქვათ 100.000, იმას ვერ მივეცით ის 100.000, ხო? დღეს ამას ჩვენ ვეუბნებით, რომ შენ 100.000 კი არ მოგცემთ, იქიდან მოგცემთ 50.000 და რეალურად ეს 50.000 მაინც უნდა მივცეთ იმას რა. აი იგივე, არ ვიცი, აი ბევრი ჯანმრთელობის ეს ხო ნიშნავს, რომ დაუმზიმდება თქვა გარკვეულად სიტუაცია. ეს ისე ამოღებაზე არის დამოკიდებული. აი მე რატო ვიკითხე ხლა ეს ბატონო თავს. იგივე თქვენ ახლა წეგან საუბრობდით პოლიცია ახსენეთ და მე დარწმუნებული ვარ და მათი პოზიცია მე ხშირად გამიგონია. აი რაკნას პოლიციელმა რომელიც დაძდევს კრიმინალურ ელემენტს. როცა მას არ აუღია 10 თვის განმავლობაში ხელფასი და უფრო მეტი, ხო? როცა მას არ აძლევენ საწვავს, რომ გაეკიდოს ან გავიდეს ოპერაციას და გააკეთოს რაღაც თავისი საქმე. გამომდინარე აქედან იგი უბრალოდ იძულებული ხდება, მე ხო ვაცხადებ მათი პოზიციიდან გამომდინარე, მათი ის მომისმენია მე საუბრები ამასთან დაკავშირებით. აი მაშინ როგორ იმუშაოს და აი ხომ არ გამოიწვევს სწორედ ეს ფაქტორი, რომ იგივე პოლიცია რო პარალიზებული გახდეს, მას თუ არ მიეცათ ხელფასი, არ მიეცათ ხელფასი, მათ თუ არ მიეცათ საწვავი და ასე შემდეგ და ყველა საჭიროა ასე ვთქვათ პირობა. ხომ აი ეს ხო არ ნიშნავს სწორედ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, როდესაც ვთქვათ იგივე პოლიცია გახდება პარალიზებული და უბრალოდ ვეღარ გაინძრებიან ასე ვთქვათ. მოგახსენებთ, მე ერთს დავუმატებ კიდევ იმ ფაქტორებს, ხელფასი არ მიუციათ და ასე შემდეგ და ამასთან ერთად დიდი ნაწილი იმ პოლიციელებისა ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, ზოგს ჭრილობა აქვს მიღებული და ასე შემდეგ. მე გეთანხმებით. აი ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, როდესაც ბიუჯეტის სეკვესტრზე იყო ლაპარაკი და როდესაც შინაგან საქმეთა იბრძოდა მინისტრი იყო გამოსული, აი რასაც ვერ ვიგებ მე, რომ უმრავლესობა დღეს მოქალაქეთა კავშირი მათ მიერ ვთქვათ ტაშის გრიალში დანიშნული მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ დროს ბიუჯეტს უნახევრებენ. და იმას არ ეუბნებიან, რომ ჩვენ ამდენი პოლიციელი არ გვჭირდება. იძახის ეს კაცი, რომ საიდან ვიცი ამ ხალხს მე ხელფასი. ხო, მათი თუ არ ვცდები 48 მილიონის განაცხადი ჰქონდათ, წარდგენილი და 36 თუ რაღაცა მისცეს. საიდან უნდა მისცეს ხელფასი? ფაქტია, რეფორმა არის საჭირო. ძალოვან სტრუქტურებში არის მთლიანად რეფორმა საჭირო. ჩვენ მე კონკრეტულად არ ვიცი ახლა ციფრი გორში და გორის რაიონში რამდენი პოლიციელი ყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნაკლები რაოდენობა იყოს პოლიციელებისა და მეტი ხელფასი ჰქონდეთ მათ, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მუშაობის, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი, რომ ამ ძიმე პერიოდში ადამიანს უმუშევრად დატოვა ძალიან ცუდი რაღაცაა რა. ჩემ ხარჯზე უნდა დატოვოთ? კარგად გამიგოს რა, თუნდაც პოლიციის უფროსმა თუ ვინც არ უნდა იყოს რა. რიგითმა თვითონ ხელფასს არ აძლევს, სახელმწიფო ხელფასს არ აძლევს და მოსახლეობის იმედად ტოვებ პოლიციელს, რომ ჯაბა იოსელიანის ბატონი ჯაბას გამოსვლებს მე პაროდიებშიც კი იყო ხოლმე ხშირად ეს აი რაკნას იმ დაჭრილმა ჯარისკაცმა მაღაზიაში მივიდა რაღაცა წაართვა მე რა ეს იგივე ტენდენცია არის ესა ხო რაკნას იმ პოლიციელმა რა იმ მასწავლებელმა რა გაქნას იმ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელმა რა გაქნას ნუ პოლიციელს თქვათ ვინ პოლიციელი წაგლიჯავს ხო ვიღაცას რაღაცას თუ არა დაიჭერს მასწავლებელმა რა გაქნას გასაგებია რა ვიცი ეს ძალიან ძალიან უკვე დიდხანს ვართ პირდაპირ ეთერში და მე მაინტერესებს ეს თქვენი პოზიცია კი აი საუბრობთ რომ აი რა ქნას ამან რა ქნას იმა ქვეყანა ძალიან უჭირს აი თქვენეთ რა გადაგვარჩეს ყველა პოლიტიკოსი ამბობს რომ აი პენსია არ არის ხელფასი არ არის პოლიციას უჭირს ვერ გადის და რაღაც აი თქვენი აზრით არსებობს კი ისეთი ადამიანი ვინც იტყვის რომ აი ხალხო აი ესე უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენ ყველას გვეშველოს რაღაცა და არ იყოს დაგვიანებული ხელფასი არ იყოს დაგვიანებული პენსია და ნორმალური ჩვენი უფლებები არ დაირღვას და ნორმალური ცხოვრების საშუალება მოგვეცეს რა გადაგვარჩეს აი ეს არის ვერც ერთი პარტია ამას ვერ ამბობს
პრინციპში საკმაოდ საინტერესო კითხვა არის და ალბათ დავასრულებთ კიდეც. კი, ძალიან დიდ ხანს უკვე მოვიზიარეთ. რა თქმა უნდა, ახლა მე იმაში ვერ დაგითანხმებით, რომ არც ერთი პარტია ამას არ ამბობს, ალბათ პარტიებში გაერთიანებული ადამიანები ძალიან ბევრი ლაპარაკობს ამას და ძალიან ბევრი ჩვენ და საბედნიეროდ თავისი ცხოვრებით ამტკიცებს მაგას. რა უნდა გავაკეთოთ და რა გადაგვარჩენს. ჩემის აზრით პირველ რიგში ადამიანმა თავისი თავი უნდა ეძებოს თვითონ თავის შიგნით. ვინ არის ის? რას წარმოადგენს, რა შეუძლია, რის გაკეთება უნდა და თავისი მიზანი თვითონ უნდა დასახოს. შემდეგ როდესაც ადამიანი თავის თავთან, ასე ვთქვათ, გაიწმინდება, გასუფთავდება, განწმენდაზე არ ვლაპარაკობ რაღაც მაღალ განწმენდაზე, აი ესეთი ადამიანი მოვალეა, რომ ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენ წეგან საუბარში მე ვთქვი, რომ ჩვენ გადაგვარჩენს ბრძოლა. აი თუ ადამიანი დღეს ბრძოლისთვის არ არის მზად და თუ თავის ნაჭუჭში ჩაიკეტება და ბევრი შეიძლება დღეს კარგად ცხოვრობს, თავისი შვილებიც უცხოენასაც სწავლობენ, კომპიუტერსაც სწავლობენ, ხელოვნებასაც ეუფლებიან, სპორტსაც ეუფლებიან, არც კვება აკლიათ, არც ჯანმრთელობა აკლიათ, მაგრამ დრო მოვა, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან და იმ საზოგადოებაში გავლენ, იმ გათხრილ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ და მათაც შეეხებათ იგივე ის ნარკომანია, ეღოვიზმი, ჰომოსექსუალიზმი, 1000 უბედურება, აი რაც დღევანდელ საზოგადოებაში ჭირს ჩვენ საზოგადოებას. აი ის ოჯახი ერთ ნაჭუჭში ვერ ჩაიკეტება და ამიტომ ყველა ვალდებულია პატრიოტიზმი, მე აი ესე მესმის, რომ შენი ხალხისთვის, შენი ქვეყნისთვის რაღაცის გაღება უნდა შეგეძლოს. თუნდაც კიდევ ვიძახი რა, ისე არ ჩამომერთოს თუნდაც სიცოცხლის. თუ ადამიანს აი ამისი ბრძოლის, ასე ვთქვათ, ჟინი არ აქვს, მაშინ ვალდებულია ის დაიხიოს უკანა პლანზე და ასე ვთქვათ, პასიური მონაწილე გახდეს აი ამ ბრძოლებისა. დიდი მადლობა ბატონ თამაზ, დღეს მოგბრძანეთ და ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე. და მე უბრალოდ ვეტყვი იმ პიროვნებებს და იმ სამსახურების ხელმძღვანელებს, თუ მათ გაუჩნდებათ სურვილი, რა თქმა უნდა, რომ თქვენი პრეტენზიების, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგოდ ისაუბრონ, ტელეკომპანია თრიალეთის სიამოვნებით დაუთმობს მათ ეთერს და შესთავაზებს, რომ მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ისევე ღია ეთერში, ისევე იმ დროს, რომელ დროსაც ეს გადაცემა გავიდა ეთერში. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. მე უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს ჩვენთან სტუდიაში იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შიდა ქართლის ლიდერი ბატონი თამაზ მაყაშვილი და ამავე დროს იგი გახლავთ გორის საკრებულოს წევრი. მე გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.